წარმოიდგინე, ზიხარ Figma-ში მუშაობ პროექტზე და ხვდები, რომ უკვე მეათე დაკეთებ ზუსტად ერთსა და იმავე მოქმედებას ხელით. გაგივლია ეს მომენტი. აი როცა ფიქრობ, რა იქნებოდა ახლა ერთი ღილაკი მქონდეს, რომელიც ამ რუტინას მომაშორებდა. ყველამ ვიცით, რომ გამოსავალი პლაგინია, მაგრამ აქვე მოდის დიდი მაგრამ. პლაგინის დაწერა ნიშნავს პროგრამირებას, JavaScript, API, TypeScript და ასე შემდეგ. როგორც დიზაინერს ალბათ არც დრო გაქვს და არც ნერვები, რომ ეხლა კოდინგის კურსებზე ჩაიწერო. ხოდა ზუსტად აქ შემოდის თამაში ის, რასაც დღეს vibe coding-ს ვეძახით. Vibe coding-ის მთელი მუღამი ისაა, რომ შენ აღარ გჭირდება იყო პროგრამისტი. საკმარისია ზუსტად იცოდე, რა პრობლემას ჭრი და შეგეძლოს ამის ადამიანურად ახსნა. დღეს მე გაჩვენებთ, როგორ შევქმნათ Figma-ს რეალური, მომუშავე პლაგინი ისე, რომ კოდის ერთი ხაზის დაწერაც არ მოგვიწიოს. ამისთვის მე ვიყენებ Clothes. თუ მზად ხარ, რომ შენი Figma სამუშაო გარემო თავად შეცვალო, რუტინული სამუშაო AI-ს გადააბარო და შენ დაგრჩეს დრო კრეატივისთვის, მაშინ ბოლომდე უყური ამ ვიდეოს. მე ვარ მიხეილი და ისა ჩემო აკადემია. სანამ უშუალოდ პლაგინის გაკეთებაზე გადავალთ, მანამდე გაგიზიარებთ ჩემს გაკეთებულ ორ პლაგინს, ერთი რომელიც public-ზე მიდევს, ეს არის Modulus Design Token სისტემა, რომელიც რეალურად გვეხმარება ერთი კლიკით შევქმნათ ტიპოგრაფია, ფერები, სპეისინგი, დაშორებები, რადიუსები და ასე შემდეგ. ტიპოგრაფიაში როგორც scale ratio, ან best practice-ები არის გამოყენებული, რა ზომაზე უნდა გაიზარდოს ფონტები და ასე შემდეგ, H1-დან H6-მდე, ღილაკებისთვის, caption-ისთვის, body-ისთვის და ასე შემდეგ, ასევე ამ პლაგინის მეშვეობით შეგიძლია კონკრეტული სისტემების ტიპოგრაფია პირდაპირ წამოიღო და დაამატოთ სლაიდებში, მაგალითად ტიპოგრაფი 2 დავარქვათ, იმიტომ ტიპოგრაფი უკვე შექმნილი გვაქვს და მაგალითად ant design-ი ავიღოთ და create დავაჭიროთ. ხედავთ, რომ ტიპოგრაფია 2 შეიქმნა და ასევე გამოიყენება ფერები და რადიუსებიც. ხო, ნუ ამ პლაგინის update-ზე ვმუშაობ, ცოტა გამეწევა, მაგრამ საკმაოდ მალე ძალიან მაგარ updates შემოვაგდებ ამ პლაგინის. ეს არის რეალურად ვერსია 1.0 და ნახოთ, რაები დაემატება. ხოლო მეორე პლაგინი არის, რაზეც ვმუშაობ რეალურად ჯერ community-ში ესე public არ დამიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პროექტისთვის გავაკეთე რეალურად. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან როგორც დასაწყისში აღნიშნე, ერთი და იგივეს ვაკეთებდი რუტინულად და აიკონების resizer-ი გავაკეთე. კი, რამოდენიმე icon resizer-ის პლაგინი ვნახე, თუმცა ზოგი იყო ფასიანი და იმეებს არ ასაფორტებდა, რაც მე მჭირდებოდა, ზოგი იყო კონკრეტულ icon-ს აკეთებდა და კომპონენტად ვერ ქმნიდა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე დავწერე ჩემი icon პლაგინი და როგორ ფუნქციონირებს. მაგალითად ეს არის ერთ-ერთი icon-ი, ხედავთ, რომ სხვა stroke-ებით არის აწყობილი და არ არის რაღაც union ერთი სხეული icon-ის, ესე რომ ვთქვათ და ხედავთ, რომ stroke weight-ი აქვს 1.5, ანუ რეალურად მე union-ით მუშაობ, იქიდან გამომდინარე, რომ ამას რო ვასკეილებ, რაღაც არ იღებს იმ ზომებს, რა ზომებსაც რეალურად უნდა იღებდეს და ცოტა პატარა icon-ი ვაფშე ქრება, წვრილდება, დიდი icon-ი უფრო მსხვილდება და ასე შემდეგ და კონსისტენტური აღარაა icon-ები ერთმანეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ამ პლაგინს შეუძლია ამოიცნოს, რომ stroke-ი არის და არა union-ი, ასევე რამდენი არის stroke-ის სისქე, მაგალითად 1.75-ზე შევცვალოთ, სახელი დავარქვათ მაგალითად Arrow და ქვევით მე პირადად მე ვიყენებ 12.6.24.48 ზომებს და suggestion-ებად პირდაპირ ჩავაშენე, რომ ხელი დამატება არ მომიწევს, თუმცა ზევით არის frame-ი და icon-ის ზომები და დიდი ალბათობით icon-ის ზომას ამოვიღებ და მარტო frame-ის ზომას დავტოვებ, იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით უკვე icon guideline-ების მიხედვით თავისით დაუსეტავს იმ ზომას, რა ზომაც საჭირო არის და ქვევით ასევე გვაქვს create component toggle, რის შემთხვევაშიც ხედავთ, რომ შეიქმნა icon-ების კომპონენტი,
ჩავასხათ ზომა და ხედავთ რომ 12, 16, 24, 48 და თუ დააკვირდებით აქ არის ცალკეული stroke ელემენტებით აწყობილი, ხოლო ამ შემთხვევაში უკვე ვხედავთ რომ union-ი არის ერთი მთლიანი სხეული. და ამ პლაგინსაც რო დავამუშავებ ისე როგორც მე მინდა და საჭირო არის, აუცილებლად დავდებ და გაგიზიარებთ თქვენს. მოდი გადავიდეთ ახლა კონკრეტულად დღევანდელ ვიდეოს თემას, რაც შეეხება თუ როგორ შევქმნათ Figma პლაგინი, აი ესეც დამატებით რაღაცებს, დამატებით stroke-ებს ქმნის პლაგინი, ესეც გასასწორებელია. და გადავწყვიტე რომ ამ ვიდეოსთვის გავაკეთოთ ესეთი პლაგინი, მოკლედ პლაგინი, რომელიც შექმნის iOS-ის ნებისმიერ device, რომელსაც ექნება თავისი status bar-ი, შესაბამისი როგორც იცით და როგორც ვიცით, მოკლედ iPhone 16 და 17, 15 სხვანაირი status bar-ი აქვს, ქვევით 13, 12 სხვანაირი და ასე შემდეგ. და თავისი ინდიკატორით. და ასევე მინდა რომ გვერდით იყოს კომპონენტების სექცია, საიდანაც თვითონ native კომპონენტების გამოყენების საშუალება იქნება, იმიტომ ხშირად მიწევს ხოლმე მაგალითად სხვადასხვა community-ის ფაილებში ძებნა კონკრეტული date picker-ი მაგალითად და ასე შემდეგ, iOS-ის native კომპონენტის და აქედან გამომდინარე შევქმნათ. Why not? ამასაც მე ალბათ საკაიფოდ ბოლომდე დავუხვეწავ, აქ ეხა არ მინდა რომ გავართულოთ, თორე აქ დიდი ალბათობით დავამატებ კომპონენტებში კონკრეტულად iOS რომლის კომპონენტები იყოს 26-ის, 15-ის, 14-ის თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ როდესაც ნახდება iOS-ი, ნახდება კომპონენტები და შესაბამისად ალბათ ისე ვიზავრო ბოლო iOS-ის კომპონენტები იყოს, თუმცა ვნახოთ ამ ეტაპზე რას გააკეთებს. და მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მოდი მივწეროთ კლოდს, როგორც აღნიშნე, კლოდს ვიყენებ, ხოლო რაც დამატებით კურსორს ვიყენებ, ხანდახან anti-gravity-ს ვიყენებ, ხოლმე Google-ის კონსოლს ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც კლოდი არის ის ერთადერთი, რომელიც ავარჩიე და მიმსახურება აბსოლუტურად ყველაფერში ბოლომდე. და მოდი მივწეროთ. შენ ხარ senior full stack developer-ი 15 წლიანი გამოცდილებით და მუშაობ Apple-ში. ჩვენი მიზანია შევქმნათ Figma პლაგინი, რომელსაც ექნება მხარდაჭერა. შემდეგი ფუნქციონალების. პირველი, მოდი სურათებსაც ჩავუყრი. რა თქმა უნდა, UI-ის კონკრეტული ბიბლიოთეკის ლინკს მივცემ და გამოიყენოს, ეხა არც რესურსი მაქვს და არც რო სიტყვაზე რომ პლაგინების UI-ზე ვიმუშაო, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი მზა ბიბლიოთეკა, რომელიც შეუძლია უბრალოდ მიწერო, გაანალიზოს და ის კონკრეტული UI გამოიყენოს და ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად მიიღო ის შედეგი რეალურად, რაც გინდა რომ მიიღო. პირველი, როგორც სურათზე ხედავ, ჭრილებში მივუწეროთ სურათი 1, მოცემულია device-ების რეზოლუციები. უნდა იყოს ლისტი და მონიშნით და რომ მონიშნავ ღილაკზე დაჭერით, უნდა შეიქმნას შესაბამისი iPhone-ის frame და ავტომატურად უნდა კონდეს
status bar და indicator iPhone-ის მოდელის მიხედვით. მეორე კომპონენტებში წამოიღე iOS native კომპონენტები, რომლის drag and drop-ით დამატება შემეძლება ფაილში და ავტომატურად უნდა იყოს კომპონენტი. კი ბატონო, და ხო, მესამე მოდი მივწეროთ, რომ ეს კონკრეტული UI გამოიყენოს. ლინკსაც აღწერაში დავდებ, რა თქმა უნდა, აქედან შეგვიძლია ძალიან კარგი UI-ის მიღება. გამოიყენე ეს კონკრეტული UI ბიბლიოთეკა და მეოთხე გაანალიზე Apple-ის დოკუმენტაცია სრულად. რომ სწორად წამოიღო როგორც ფრეიმები, ასევე კომპონენტები. კაი, მოდი ახლა ჩვენ კომპონენტებში ჩავუმატოთ, რომ 10 კომპონენტი წამოიღოს. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩვენ ვუთხრათ, რომ ყველა კომპონენტი წამოიღოს, ძალიან დიდ რესურსს აიღებს და დიდი ალბათობით usage ერთი ლიმიტი არ ეყოფა სრული ბიბლიოთეკის შექმნას. და რაც მთავარია, მივწეროთ კიდე, რომ zip ფაილით მომიცი Figma პლაგინის ფაილები, რომ ეგრევე ავტვირთო manifest-ი. მოდი დაველოდოთ, რას გააკეთებს და რა თქმა უნდა, სანამ ველოდებით ახლა კლოდს თუ რას გააკეთებს, გამოიწერეთ არხი მეგობრებო. ასევე კომენტარებში თუ დამიწერთ, რა სახის ვიდეოები გაინტერესებთ, რომ ჩავწერო, ან ზოგადად რამდენად მოგწონთ ჩემი ვიდეოები შესაბამისად. რა შეიძლება რომ დავხვეწო, საიწავიდეთ, როგორ გავაკეთოთ. Plus ამას ხო challenge-ი მაქვს ესე რომ ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე 5000 subscriber-ზე უნდა ავიდე და სულ რაღაც 106 subscriber-ი დამჩა რომ Framer-ზე გადავიდეთ. No code development-ის ვიდეოები დავიწყოთ და ასევე შემდეგი ვიდეო იქნება კლოდის დახმარებით, როგორ შევქმნათ პირველადი მონახაზი wireframe-ი ყოველგვარი ხელის განძრევის გარეშე უბრალოდ ტექსტით ავუხსნით და გააკეთებს და საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს გპირდებით. თქვენგან ერთადერთი რაც არის საჭირო მეტი мотиваციისთვის subscribe ღილაკსო დააჭიროთ, არის ღილაკი რო ჩართოთ, მეც გამახარებთ, თქვენც უკეთეს ვიდეოებს უყურებთ სამომავლოდ და ყველანი ვიქნებით ბედნიერები. დღევანდელ ვიდეოში არ იქნება როგორ დავდოთ community-ში ჩვენი პლაგინი, იმიდან გამომდინარე, რომ როგორც გითხარით, icon resizer-ები გასაკეთებელია, დასამთავრებელია, უახლოეს მომავალში დავამთავრებ და მათ ჩავწერ უკვე ვიდეოს თუ როგორ დავდოთ Figma-ს პლაგინი community-ში. და იმედია დაადასტურებენ, იმიტომ პირველი პლაგინი მოდულს დიზაინ სისტემებზე, დიზაინ სისტემ token-ები რაც დავდე, მოკლედ, რამოდენიმე საათში მომივიდა დასტური და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ icon resizer-ებზეც ძალიან მალე მომივა დასტური და მომენტალურად დაიდება და სამომავლოდ გავაკეთებ მოდულსის დომენი უკვე ნაყიდი მაქვს. და ჩემს ესე ვთქვათ Figma პლაგინების რაღაცა ბიბლიოთეკას გავაკეთებ, რომელიც იქნება ყოველ შემთხვევაში ქართველებისთვის უფასოდ და მომავალი ჩემი სტუდენტებისთვის ყველა პონჩი უფასოდ დაუწყოელებს. Why not? რომ ცოტა lifetime ფასი დავადოთ. ჩვენი პლაგინი მზად არის
და მოდი ეხლა ვნახოთ რა გამოვიდა. გადმოვწეროთ დესკტოპზე შევქმნათ test plugin დავარქვათ და შევინახოთ ამ ეხლა დესკტოპზე. ნახოთ, მოვარქივოთ და თვითონ Figma-ში არის ორი გზა რო ავტვირთოთ პლაგინი. ერთი პლაგინებში ზევიდან ზედა მენიუში development-ში და import plugin from manifest, ან მეორე ვარიანტში plugins and widgets-ში რო გადავართ, ბოლოში არის import from manifest. ავირჩიოთ desktop-ზე გადავიდეთ, აქ უნდა იყოს test plugin-ი და manifest-ი გავუშვათ და ნახოთ რა გამოვიდა. მოდი აბა შევქმნათ შვენიერი. შეიქმნა, როგორც ხედავთ აქ, იცვლება მონაცემები, რასაც მოუნიშნავდა ასე შემდეგ. პლუს ამას კონტენტ არიაც გააკეთა, რომ ზევით არის safe area, ესე რომ ვთქვათ, ქვევითაც safe area არის, სადაც ინდიკატორი და status bar არის და მოდი ვნახოთ კომპონენტები. აი, კომპონენტებში რაღაცა create to insert component creator. ხო, კომპონენტებში რაღაც პატარა error-ი არის და სხვათა შორის ძალიან კარგია error-ი რო არის, იქიდან გამომდინარე, რომ იმასაც ვნახავთ თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს კონკრეტული error-ი. მოდი ჩავუგდოთ ეს error-ი, ასევე მოდი შევამოწმოთ ჩვენ კონსოლში რა error-ს წერს, რომ უფრო კარგად მიხვდეს. მოდი დავაჭიროთ ამას, მაგრამ აი რაღაცა error-ი აქ არის და ესეც ჩავუგდოთ. კომპონენტების შემოყრის დროს ეს კონკრეტული error-ებია. გაანალიზე სიღრმისეულად და გამოვასწორე. ასევე აღარ გამომიგზავნო zip ფაილი პირდაპირ განახლებული შესაბამისი ფაილი შემიქმნი და ჩემით ამოვცვლი. ხო, zip ფაილი იქიდან გამომდინარე აღარ მინდა, რომ ჩვენ რეალურად აქ გვაქვს code.js-ი, manifest.json და UI HTML და არსებობს ძალიან ბევრი კოდის ედიტორი, მე მაგალითად Splines ვიყენებ, საიდანაც შემიძლია უბრალოდ შემოვაგდო და replace-ი გავუკეთო და replace-ის შემთხვევაში ავტომატურად აისახება შემდგომ უკვე პლაგინზე და zip ფაილი რო გამოვაკეთებინო ისევ ახლიდან უნდა გადმოვწერო, ახლიდან უნდა ამოვარქივო და მე ახლიდან უნდა ავტვირთო და მაგდენ challenge-ს პირდაპირ ჯობია რომ პირდაპირ კოდი მოვაწერინოთ და დავააპდეითოთ. გასწორა. მოდი ეს კომპონენტ კოდი თავინაბანზე დავაკოპიროთ, გავხსნათ code.js-ი, უბრალოდ დავარეფრეისოთ, შევინახოთ და როგორც ხედავთ, ყველაფერი მუშაობს, თუმცა რაღაც ხარვეზები აქვს და ეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იქნებოდა, რომ რაღაც ხარვეზები ექნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი prompt-ი მივწერეთ მხოლოდ და მხოლოდ. პლუს ამას არანაირი ლინკი არ ჩაგვიგდია, არანაირი რაღაც მოთხოვნები არ ჩაგვიყრია, რაც ვუთხარით და მარტივად აუხსენით, ის ყველაფერი გააკეთა. და ვფიქრობ, რომ შვენივრად გააკეთა, თუმცა რაღაც პატარ-პატარა გასხმები აქვს. რა თქმა უნდა. თუმცა რამოდენიმე prompt-ი რომ მივწეროთ, აი ეხა ეს მაგალითად რომ გავამოძრავე, გასწორ და ესეც რომ გავამოძრავო, გავზარდოთ, გასწორდება რა თქმა უნდა. list row ყველაფერი მუშაობს.
და ნუ როგორც ხედავთ, ასევე კომპონენტი არის და ამ კომპონენტზე მე შეგვიძლია ჩვენ კიდე რაღაც დამატებითი ფუნქციები მივწეროთ, რომ რაღაც აქ დეტალების მაგივრად სიტყვაზე სლოტი იყოს, ან უბრალოდ ჩვენვე ამოვცვალოთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მეგობრებო, დასკვნა არის ესეთი. თუ გვინდა რომ გავიმარტივოთ სამუშაო პროცესები, როგორც ერთ-ერთ ვიდეოში ვახსენე, short-ში უпростоრად, AI არის ჩვენი დამხმარე ხელსაწყო. თავარია როგორ გამოვიყენებთ. იქნება ეს research-ის პროცესი, იქნება ეს რაღაც იდეის პროცესი, თუ რა პროცესიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ თემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ AI, გავიმარტივოთ სამუშაო პროცესი და ბევრად ავაჩქარებთ ჩვენ სამუშაო პროცესებს. ეს რა თქმა უნდა იყოს საჩვენებელი პლაგინი, თუმცა თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ მარტივად შექმნათ. რა თქმა უნდა, თუ ფასიანი ვერსია არ გაქვთ, კლოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT, Gemini და ასე შემდეგ, თუმცა მე კლოდს ვიყენებ ყველაფერში. და აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევ სალსახად და 500 subscribe-ზე ვიწყებთ no-code development-ზე და იქამდე დაიდება კიდე ძალიან კარგი ვიდეოები, ასე რომ გამოწერა არ დაგავიწყდეთ. სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში, მეგობრებო. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი, გაგიკეთებიათ თუ არა Figma-ს პლაგინი, რა პლაგინი გაგიკეთებიათ და თუ ამ ვიდეოს მერე გააკეთებთ პლაგინს, თქვენი ეგ შთაბეჭდილებაც გამიზიარეთ, დაგეხმარათ თუ არა პროცესების საჩქარებაში, ეტაპობრივად საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ AI დიზაინში და ეგა, მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია დროებით, მადლობა.